მოგესალმებით, მე ვარ ხოჯაფარიძე, რეიკის სისტემის ოსტატი და მასწავლებელი და ამ ლაივში ვაგრძელებთ საუბარს ჩაკრების შესახებ, კერძოდ მინდა განვიხილოთ მე-6-ე აჯნა ჩაკრის მუშაობის დარღვევის ნიშნები. ხო, როგორ მივხვდეთ, რომ ასე ვთქვათ, აჯნა ჩაკრა, მე-6 ჩაკრა, რომელიც განლაგებულია შუბლის არეში, მოითხოვს ჩვენს ყურადღებას, ასე ვთქვათ, და მოითხოვს ცოტა წახმარებას იმაში, რომ მისი ფუნქციონირება გახდეს უფრო ნორმალური და ჩვენთვის, ასე ვთქვათ, შედეგის და სიკეთის მომდანი. პირველი ნიშანი, ხო, ასე ვთქვათ, ფიზიკური ნიშანი, როგორც წესი, ეს არის პრობლემები, რომელიც უკავშირდება მხედველობას, ნებისმიერი, ხო, მხედველობის დაქვეითება იქნება თუ სხვა ტიპის დეფორმაციები. ეს ნიშნავს, რომ აჯნა ჩაკრასთან გვაქვს სამუშაო, ეს ვთქვათ, მისი ენერგეტიკის ფუნქციონირება არის დარღვეული. მეორე სიმპტომი ეს არის ხშირი თავის ტკივილები, ხანდახან გაუგებარი წარმომავლობის, ხანდახან ისეთიც კი წამალს სვავდა, ეს თავის ტკივილი არის და არის, არსად არ მიდის. ესე იგი, ასე ვთქვათ, ეს აჯნა ჩაკრა, შუბლის ჩაკრა მოსაყვანი ნორმაში. სხვა ნიშნები იმისა, რომ აჯნა ჩაკრის მუშაობა არის დარღვეული, გამოიხატება ალბათ შემდეგში. პირველი ის, რომ ინტუიცია გღალატობთ. აი სულ უფრო და უფრო ხშირად იღებთ რაღაცა არაეფექტურ გადაწყვეტილებებს, ხშირად უშვებთ შეცდომებს. ან ინტუიცია ერთს კარნახობდათ და, ასე ვთქვათ, არ მიაქციეთ ყურადღება, გააკეთეთ სხვა. ეს რას ნიშნავს, რომ ამ ჩაკრის ენერგია არ იყოს სათანადოდ ძლიერი, რომ თქვენთვის მოეწოდებინა ეს სიგნალი სრულფასოვნად. ანუ ისეთი ძალით, რომ თქვენ ის გაგეთვალისწინებინათ. ასევე კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ აჯნა ჩაკრაში გვაქვს რაღაცა პრობლემა, ეს არის ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულე, ახალი სწავლის სირთულე, ხო? როდესაც აჯნა ჩაკრა კარგად მუშაობს, ნებისმიერ ასაკში გვაქვს ახლის დასწავლის ათვისების ძალიან კარგი უნარი. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ნეიროფიზიოლოგებმა დაადგინეს ძალიან ისე ზუსტად და კარგად და თვალსაჩინოდ დაგვანახეს, რომ ასაკთან ერთად თუ ჩვენს გონებას ვავარჯიშებთ, ის ფუნქციონირებს ნორმალურად და კარგად. ასევე ენერგეტიკულ ფონს თუ მივხედავთ, ასე ვთქვათ, საკუთარი აზროვნების, ესეც მოგცემს საშუალებას შევინარჩუნოთ მენტალური ჯანმრთელობა მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. ესე იგი, ყველაფერი, რაც ეხება ცოდნას, სწავლას, ინტუიციას, ლოგიკას, გადაწყვეტილებების მიღებას და თვით შეფასებას, სხვათა შორის, იმას თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს, როგორ აფასებთ საკუთარ თავს, ყველაფერი ეს უკავშირდება აჯნა ჩაკრას. აი ესეთი საინტერესო ფუნქცია აქვს მას. ასე ვთქვათ, მისი გამოჯანსაღებისთვის, მისი ენერგეტიკის ნორმალიზაციისთვის მუშაობთ ზუსტად იგივე ნაირად, როგორც მუშაობდით სხვა ჩაკრებთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, ვააქტიურებთ რეიკის ენერგიას, ერთ ხელს ვიდებთ შუბლზე, მეორე ხელს ვიდებთ უკანა მხარეს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, აჯნა ჩაკრის ენერგიის შესასვლელი არის კეფის მხრიდან, გამოსასვლელი არის ასე ვთქვათ, შუბლზე. ხო და მინიმუმ 3 წუთი თუ პროფილაქტიკურად მუშაობთ, თუ მივხვდით, რომ ამ ჩაკრაში გვაქვს რაღაცა ენერგეტიკული დარღვევები, ამ შემთხვევაში შეიძლება მეტიც გავაჩეროთ ხელები, ხო? 6 წუთი, 9 წუთი, 12 წუთი და ასე შემდეგ. იდეაში იმდენი ხანი, რამდენი ხანიც მოდის ენერგიის ნაკადი, თუ მას გრძნობთ. თუ ჯერ არ გაქვთ ასეთი გამოცდილება, ხო? მდიდარი, რომ იგრძნოთ ენერგიის მიმოსვლა ხელებში, ამ შემთხვევაში უბრალოდ ვინიშნავთ დროს, მინიმუმ 6 წუთს ვაჩერებთ ხელებს. ასევე რეკომენდაციას მოგცემთ, რომ ეს გავაკეთოთ ან მწოლიარე მდგომარეობაში, ან ისე დავждეთ, რომ თავით და ზურგიც მივაყრნოთ რაღაცას, იმიტომ რომ ხელები დაგვეღლება და 6 წუთი სავარაუდოდ რამდენიმე წუთში წარმოგვეშვება ხელებში დისკომფორტი და ეს დისკომფორტი რომ არ გვიშლიდეს ხელს, ამისთვის ჯობია რომ დავწვეთ და ისე ვაკეთოთ, ასე ვთქვათ, ეს პროცედურები. შესაბამისად, აი ეს იყო ის, რასაც რისი თქმაც მინდოდა მე-6 ჩაკრასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 15-ში, უკვე ამ კვირის ბოლოს, იწყება
რეიკის პირველი საფეხურის სრულფასოვანი სერტიფიცირებული ტრენინგი. თუ გსურთ გახდეთ რეიკის პრაქტიკოსი, მოიყვანოთ ნორმალურ მდგომარეობაში თქვენი ენერგეტიკა და შესაბამისად, როდესაც ადამიანის ენერგეტიკის გამოჯანსაღება ხდება, მისთვის გაცილებით უფრო იოლია სოციალური მიზნების მიღწევაც, ასე ვთქვათ, ანუ საკუთარი ცხოვრების სხვა სფეროების დალაგება, კერძოდ, ჯანმრთელობა თავისთავად, ფინანსური მხარე, პირადი ცხოვრება, სოციალური წარმატება, ასე ვთქვათ, უსაფრთხოება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ, როდესაც ჩვენი ენერგეტიკა არის დამძიმებული, ან როდესაც უბრალოდ გვაკლია ენერგია, ამ შემთხვევაში იწყება ხოლმე პრობლემები. რეიკი გვაძლევს საშუალებას, რომ ამ პრობლემების პროფილაქტირება გავაკეთოთ, ეს ერთი. შემდეგ, აღმოფხვრათ სხვა ტიპის პრობლემების წარმოშობის მიზეზები, როგორც ჯანმრთელობის პრობლემების, ისე არასახარბიელო მოვლენათა რიგის მსვლელობა ჩვენ ცხოვრებაში. ხო, აი, როდესაც ერთი პრობლემა დამთავრდა, მეორე იწყება, მეორე დამთავრდა, მესამე აღარ გათავრდა ეს პრობლემები, ხო, ნებისმიერ სფეროში. იქნება ეს პოლიკლინიკებში და საავადმყოფოებში, ასე ვთქვათ, სირბილი, პერიოდული, თუ იქნება ეს სხვა ტიპის პრობლემები ცხოვრებაში, იქნება ეს კარიერა, სამსახური, ფინანსები, პირადი ცხოვრება და ასე შემდეგ. ანუ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ხანდახან მიზეზები დევს იმდენად ღრმად და შორს და იმდენად ასე ვთქვათ, სცდება ჩვენს უნარს, რომ ამ ეტაპზე გავაცნობიეროთ, რომ შეიძლება ამის გაცნობიერებაში წავიდეს წლები ელემენტარულად. პრობლემას აღმოვფხვრავთ, მაგრამ შეიძლება დარჩეს ამ პრობლემის წარმომქმნელი მექანიზმები. რა მომწონს მე პირადად რეიკიში, ეს არის ის, რომ მას შეუძლია მიზეზობრივ დონეზე ერთხელ და სამუდამოდ, ასე ვთქვათ, გამოაჯანსაღოს აი ეს ფაქტორი, რომელიც ქმნიდა პრობლემას და გადააქციოს ის რესურსად. ამის შემდეგ ნებისმიერი მუშაობა საკუთარ თავზე მიდის გაცილებით უფრო მარტივად და სწრაფად. შესაბამისად, თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა და გახდეთ რეიკის პრაქტიკოსი, სანამ ჩაეწერებით სემინარზე, ანუ უნდა მოგწეროთ პირადში, აი ამ page-ზე, უსუვი რეიკის ონლაინ სკოლა და, ასე ვთქვათ, აუცილებლად დაგარეგისტრირებთ. სწავლა მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში, რომელიც არის აბსოლუტურად კომფორტული და გვაძლევს საშუალებას სრულად გადმოგცეთ ეს ცოდნა. ასე და ამგვარად, თუ გვაქვს რაიმე შეკითხვები, დავწეროთ, თუ არ გვაქვს შეკითხვები, უბრალოდ დაწერეთ ერთთანათამდე, რამდენად სასარგებლო იყო ინფორმაცია აჯნა ჩაკრის შესახებ და, ასე ვთქვათ, დაგვრჩება ერთი ჩაკრა, მე-7 ჩაკრა. სინამდვილეში ჩაკრები არის გაცილებით უფრო მეტი, უბრალოდ ეს 7 არის ის ძირითადი, რომელზე შეგვიძლია მარტივად ვიმუშაოთ და ყოველგვარი სირთულეების გარეშე მოვიყვანოთ ნორმაში როგორც სხეულის ჯანმრთელობა, ისე, მოდით ასე დავარქვათ, ჩვენი ბედის სცენარის ჯანმრთელობა, ხო? ანუ მოვლენათა რიგის დეფორმაციებიც აღმოვფხვრათ და ავიცილოთ თავიდან ცხოვრებისეული კრახი. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ყველაფერი არის თქვენთვის სასარგებლო. ჩავწერთ მე-7 ჩაკრაზეც, გავაკეთებთ live-ს და მე ცალკე გავაკეთებ ვიდეოს, ალბათ YouTube-ზე გავაკეთებ, მე რეაქტავდებ. თვითონ ტექნიკას ჩაკრებზე მუშაობის თავიდან ფეხებამდე, ასე ვთქვათ, დასაწყისიდან ბოლომდე 7 ჩაკრაზე როგორ ვიმუშაოთ. შეგახსენებთ, როდესაც იწყებთ რაღაცა ჩაკრაზე, რომელიღაც ჩაკრაზე მუშაობას, ან თუნდაც ყველაზე ერთად, იმისთვის რომ ასე თუ ისე ნორმაში მოვიყვანოთ, მინიმუმ გჭირდებათ 3 კვირა, შეიძლება მეტიც დაგჭირდეთ ამაში. ჩაკრებზე მუშაობის დროს შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს ის დისკომფორტული შეგრძნებები, რომლებსაც ვერაცნობიერებდით და რომელიც, ასე ვთქვათ, უფრო ნატიფ პლანებზე იდოვიდრე ფსიქიკა და სხეული და ამან დაიწყო ცნობიერში შემოსვლა და პირველი რამდენიმე დღე, როდესაც ჩაკრებზე ვმუშაობ, შეიძლება გაჩნდეს დისკომფორტი რაღაცა, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. შეიძლება რაღაც საინტერესო მოვლენები დაიწყოს ჩვენ ცხოვრებაში, ვიღაცა ადამიანები გამოჩნდნენ, რომელიც არც გვახსოვდა, რომ ისინი როდესაც იყვნენ ჩვენ ცხოვრებაში, ან დარეკონ, ან შეხვდნენ, ან რაღაცნაირად ცადონ კონტაქტზე გამოსვლა და ასე შემდეგ.
ესეც ნორმაა. ანუ ყველაფერი ის, რაც ხდება ჩაკრებზე მუშაობის დროს, აი უმეტესწილად არის ასე ვთქვათ, აი ამ ენერგეტიკული ტრანსფორმაციის და თქვენი ცხოვრების ეკოლოგიზაციის პროცესი. ამიტომ რაც უნდა ხდებოდეს, ღებულობთ ამას ნორმალურად და ვაგრძელებთ ჩაკრებზე მუშაობას. ასევე ძალიან სასარგებლოა ჩაკრებზე მუშაობის დროს დღიურის წარმოება. თვითონ მუშაობის პროცესში რა აზრები მოგდიოდათ, რა გაგახსენდათ, მაგალითად, ან რაზე დაფიქრდით, როგორი შეგრძნებები ჰქონდათ და მე დღის მანძილზე რა ხდებოდა. იმიტომ რომ რამდენიმე კვირაში ამას ყველაფერს რო გადაათვალიერებთ, შეიძლება რაღაცა სისტემური დასკვნებიც კი გააკეთოთ, რომელიც მნიშვნელოვნად წაგწევთ წინ ცხოვრებაში და ბევრი რაღაცის მიზეზი აი პირდაპირ გადაიშალოს, ასე ვთქვათ, სრული სურათი შეიკრას. და გახდეს ეს ყველაფერი თქვენთვის, ასე ვთქვათ, მარტივი და ხელმისაწვდომი. აი ასე და ამგვარად. ჩემი პროფესიის ადამიანები ძალიან ჭირდებით სამშობლოს, აგერ ვართ. მეც და სამშობლოც. პრინციპში ჩვენ ვერ გავცდით სამწუხაროდ სამშობლოს გულისხმობ. ეგრეთ წოდებულ სენსორულ რეალობას, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს და არა მარტო ადამიანი, საზოგადოება შეიძლება ცხოვრობდეს 4 ტიპის რეალობაში. პირველი რეალობა ეს არის ეგრეთ წოდებული უნიტარული რეალობა, სადაც ყველაზე მთავარი ეს არის პრინციპები და წესები. აი სანამ იცავ წესებს და პრინციპებს, ხარ მისაღები. აღარ იცავ წესებს და პრინციპებს, აღარ ხარ მისაღები, მარტივად რო ვთქვათ, ხო? იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს წესები და პრინციპები ეწინააღმდეგება ლოგიკას, აზრს, პრაგმატიზმს, კომფორტს და ასე შემდეგ. აი მიყვები რაღაცა დოგმებს, ყველაფერი გადასარევია. მეორე ტიპის საზოგადოება, ცოტა უფრო მაღლა, განვითარების შემდეგ საფეხურზე, ეს არის საზოგადოება, სადაც მთავარია შედეგიანობა და პრაგმატიზმი. ეს არის ინდივიდუალური წარმატების საზოგადოება. ანუ ჩემთვის მთავარია მივიღო შედეგი, თუ ამისთვის საჭიროა გადავხედო და შევცვალო რაღაცა წესებს, ასე ვთქვათ, და მათ შორის ზნეობის ნორმებსაც კი, ამ შემთხვევაში ამას მარტივად ვცვლი, იმისთვის რომ მივიღო, ანუ გამიჩნდეს იმ ქცევის საშუალება, რომელიც მომცემს უფლებას, რომ აი ჩემი შედეგი, ასე ვთქვათ, მივიღო, ხო? შემდეგი საფეხური წესით უნდა იყოს ეგრეთ წოდებული აფექტური რეალობა, სადაც ყველაზე მთავარი არის ღირებულებები და ურთიერთობები. რას ნიშნავს ეს? ამ რეალობის სიმბოლოდ მე ალბათ ვიტყოდი ისეთი მრგვალი მაგიდა, რომელთანაც სხედან, ასე ვთქვათ, სხვა ადამიანები და აბსოლუტურად ყველას აქვს ადგილი ამ მაგიდასთან, ხო? თუ პრაგმატულ რეალობაში, სადაც მთავარი იყო შედეგი, მთავარი იყო ჩემი შედეგი, აფექტურ რეალობაში, სადაც მთავარია ღირებულებები და ურთიერთობები, შედეგი კი სასურველია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩემი შედეგიანობა ვიღაცას ვნებს, ამ შემთხვევაში მე შეიძლება ცოტა შევანელო წინსვლა იმისთვის, რომ ვაცადო აი ამ სხვასაც, რომ ასე ვთქვათ, ისიც დადგეს ფეხზე და ჩემთან ერთად დაიწყოს წინსვლა. ანუ აქ არის ყველაზე მთავარი გუნდური წარმატება, მთელი საზოგადოების წარმატება და არა მარტო ჩემი. აი ეს გადასვლა ვერ მოვახერხეთ, ხო? აი იმ პრაგმატულ რეალობაში ვტრიალებთ, სადაც მთავარია შედეგი, მზად ვართ გადავხედოთ ნებისმიერ წესებს, პრინციპებს, შევცვალოთ ისინი იმისთვის, რომ მივიღოთ აი ის ტაქტიკური შედეგი, რომელიც გსურს ახლა, ხო და აი შემდეგი საფეხური ჩვენი განვითარების იქნება ზუსტად ერთობლივი გუნდური არა რაღაცა სოციალური ჯგუფის, არამედ მთლიანობაში მთელი ჩვენი საზოგადოების წარმატება და ამ შემთხვევაში მე ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო არა მარტო ქართული, არამედ მთელი მსოფლიო, რატომაც არა, ხო? თუ შეიძლება მესმის რომ იდეალისტი ვარ შეიძლება და უტოპისტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ოცნებას არავინ არ მიშლის, რომ ადამიანებმა შეიმუშაონ რაღაცა ურთიერთქმედების ისეთი ფორმატი, ხომ, რომ ასე ვთქვათ, ყველა ერთად მოძრაობდეთ წინ. რომ აი ამ მაგიდასთან ყველა შეხვდეს მარტივად რო ვთქვათ ლუკმა პური. მეოთხე რეალობა აქედან იქნება შემოქმედების რეალობა, ეგრეთ წოდებული მისტიური რეალობა, სადაც ყველაზე მთავარია შემოქმედება და იდეები. მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ, გავხდით საზოგადოება და გუნდი და ერთმანეთის ინტერესებს ვითვალისწინებთ და არ ვაგლეჯთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, სხეულის სხვა ნაწილებს,
იცი რომ შეგიძლია ამ სიტუაციაში მოდუნდე და დაიწყო წარმოსახვა, დაიწყო შემოქმედება, იმიტომ რომ იცი რომ გარშემო მეგობრული კონტექსტია, გარშემო არიანად და ანუ შეიქმნა ესეთი მხარდამჭერი სივრცე. სადაც კი ჯანსაღი კონკურენცია არის, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს კონკურენცია არის კონსტრუქციული, ასატანი, ასე ვთქვათ. აი ესე და აი ალბათ აი ამ ინდივიდუალური წარმატების საზოგადოებიდან სანამ არავალთ გუნდური წარმატების საზოგადოებაზე, აი ვიქნებით ესე ვთქვათ, ფაქიზოს როლში. ღამე რატომ არ არის რეკომენდირებული ჩაკრებზე მუშაობა? ძალიან საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ ღამე 12 საათის მერე აქტიურდება ცოტა სხვა მექანიზმები, ასე ვთქვათ, და როდესაც თქვენ შედიხართ ესეთ მოკლედ როცა ანათებთ, იზიდავთ არა მარტო კონსტრუქციულ მექანიზმებს, არამედ დესტრუქციულსაც, იმიტომ გემრიელი ხდები ძალიან რა და ამ შემთხვევაში გირჩევთ მაინც დღისით აკეთოთ ეს იდეაში. აი იდეალური იქნება თუ ამას აკეთებთ მზის ამოსვლიდან მზის ზენიტამდე. აი ამ პერიოდში ჩაკრებზე მუშაობა არის განსაკუთრებულად სასარგებლო. აი ესე ვიტყოდი მე. აჯნა ჩაკრა მიგრენას თუ შველის ბატონო ვახტანგ. რასაც მიგრენს ეძახიან, ჩემმა პრაქტიკამ მაჩვენა რომ ეს არის რეალურად აღიქვამთ რაღაცა ინფორმაციას. ანუ თქვენი მარჯვენა ნახევარსფერო, ტვინის, აღიქვავს რაღაცა დისკომფორტულ ინფორმაციას და როდესაც ინფორმაცია არის ბევრი, ადამიანი ვერ კითხულობს ხოლმე. ხო და ამიტომ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებში, ხო? ანუ ინფორმაცია აქვს, მაგრამ აღქმა ვერ ხდება. შესაბამისად, ამას ეძლევა ხოლმე ტკივილის ფორმა. იმისთვის რომ ეს დავძლიოთ, შეიძლება თუ გაქვთ რეიკი, გააქტიურეთ რეიკი, ერთი ხელი დავიდოთ კეფაზე, მეორე ხელი დავიდოთ აი აქ ზემოთ, ასე ვთქვათ, და შევინარჩუნოთ აი ეს პოზიცია, სადღაც 3-დან 7 წუთამდე. და გვაკეთოთ ესე, სადღაც, აი 10 დღე იმ მიზნით, რომ დავძლიოთ მიგრენი და როგორც წესი, ძალიან კარგ შვებას იძლევა ხოლმე. და არა მარტო სიტუაციურს ზოგადად. მაგრამ არ გაგიკვირდეთ თუ იმატებს, ასე ვთქვათ, ისეთი სიზმრების რაოდენობა, რომლებიც მერე ცხადში ხდება. ანუ რა ხდება? ინფორმაციის წაკითხვა შეძლებთ უკეთესად. შეიძლება არა მარტო სიზმრების დონეზე პირდაპირ მოვიდეს გაცნობიერება, რომ რაღაცა მოვლენების რიგი წავა აი ესე. იცი, რომ ეს იქნება ესე, მაგრამ ვერ ხსნი, საიდან იცი, ხო? ესე ჩვეულებრივი ამბავი. შეიძლება ესეთი ეფექტი დადგეს. კეთილი და პატიოსანი, გავიქეცი ახლა მე სამუშაო მაქვს. შემდეგ გისურვებთ წარმატებას, წარმატებულ მუშაობას საკუთარ თავზე, ასევე ვისაც შეგახსენებთ, ვისაც გსურთ რეიკის პირველი საფეხური 15-ში, ახლა 15 ნოემბერს მომწერეთ აი ამ pages უსუი რეიკის ონლაინ სკოლა, ამ pages პირადში და დაგარეგისტრირეთ. კეთილი და პატიოსანი. აბა მომავალ შეხვედრამდე.